გამარჯობა სპეციალურ ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ლეილა არჩემაშვილი, ავტორი და წამყვანი გადაცემისა ლექსო არ დაიკარგები. დღეს მინდა ორი უძლიერესი სახალხო უთქმელის შემოქმედებას გაზიაროთ. ეს ორი უძლიერესი სახალხო უთქმელი ცხოვრობდა საგარეჯოს რაიონის მთის სოფელ გორანაში. გრიშა აფციაური და ღვთისო ციკლაური. ისინი მდინარე გორანულის გაღმა გამოგმა ცხოვრობდნენ. გოდერძი ჩოხელის გაღმივლებს გავდნენ. ილიკო ილარიონს დუმბაძის გავდნენ ისინი. არაჩვეულებრივი ადამიანები გახდნენ. დღეს სამწუხაროდ ისინი ცოცხლები აღარ არიან. ისინი იყვნენ ფესტივალების 2005 წლის ფოლკლორული ფესტივალისა და 2011 წლის ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატები. უძლიერესი მოკავშირეები თაში ასეთ ადამიანებს, ასეთ ნიჭიერ ჭკვიან ადამიანებს კაც საკითხ კაცებს ეძახიან და ზუსტად ასეთნი იყვნენ ჩემი გრიშაძია და ჩემი ნათლია ღვთისო ციკლაური. ეხლა ორმოპაეკრეს მივცეთ სიტყვა. ორმოპაეკრეს გრიშა აფციაური ღვთისო ციკლაური. ტაში უნდა დაუკრათ ეგეთი პაპები ჩამოვიდნენ. პირველში მოგესალმებით და გისურვებთ ყოველთვის ბედნიერება. უჩა ახლოს მიუტანე მიკროფონი. ღმერთმა დაგლოცოთ. აგლოცოთ ღმერთმა მთელი ოჯახის წევრები, მთელი კარგი მთავრობით, კაი ხალხი. მუხლები მგლისა გაბიხასხია, ხარ გექედი ჯონგა ხარისა, თვალები თეთრი ორბისა, ნათელ ჩამდგარი მთვარისა, ტკბილას შაერგე ნამგლევი ჯემალ პირველის ცხვარისა, რას ფიქრებდი მაშინა გაგიხდებოდა შარისა, დაგიჯდებოდა ძვირა და გასინჯვა ბეჭის ძვალისა, კი გიყვარს დედიზმიშვილო სვის ხელით გლეჯან არისა, არ წახვალ სანადირო და წერა არ გახდე ხრამისა, არა გისურდეს წრეაფი დაღი დაგაჩნდეს შრამისა, და არ მგელი მაინც იპოვე ან ნახჩო დიდი ხანისა, ჩამაათრიე გვიანა ბინდირო დაჰკრავს ღამისა. ნამგლებს ნუაჭმევ ხევს ბერს ცოდვას ნუადებ კისრა და თორო გაიგეს პირიმზე დაგეფარება ნისლა და ჩამოაბრენებს იალნოს მოგევლინება რისხვა და გლის ქონ მუხლებზე წაივს იქნებ მოგექცეს მისნა და ერთძველებურად გარბინა სვეგა ქონდა მიზნა და უნიფრორგებს მაშინა როცა იქნები ფხიზლადა. რა გინდა მამინდა შვილო რა დაგაჩერებ ენასა, ხოიცი ვერა დააკლებ ციკლაურ შავსა მელასა. დამბალ ხატოს ვარ გადილი გაფიცე პაპა ბერასა, სულ მუნდა მე რო დამცინი ჩემზე აჩინებ ყველასა. ალბათ მოვიდა დროჟამ იაუტანი ხარ წერასა, წისხვილს გათხოვებ აფუჭე აბრუნებ ცარიელასა. დაჩვრები ჟიპიტაურით მიკარგავს სარეკელასა. დიდი მადლობა. დღეს სტუმრად გახლავს ჩვენთან ბატონი გრიშა აფციაურის ვაჟიშვილი, ზვიად აფციაური. გამარჯობა. ზვიადი გახლავთ ქორეოგრაფი. უდიდესი მიღწევები აქვს, მრავალი ათეული წელია ის ბავშვების აღზრდის საქმეს ემსახურება პირნათლად, ლამაზად, სინდისიერად, აქვს უამრავი შედეგი, მიღწევა, წარმატებები და კიდევაც უამრავ წარმატებას გისურვებთ ზვიადი. დიდი მადლობა. მრავალი ზვიად აფციაური, მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული. 1987 წელს დაამთავრა ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 1989 წლიდან 91 წლამდე ანსამბლ რუსთავში ცეკვავდა.
1991-დან 96 წლამდე სუფიშვილების ანსამბლში. 1996 წლიდან დღემდე მოქმედი ქორეოგრაფია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. საქართველოში ჩამოაყალიბა ანსამბლები სხივი, ორბი, სურიკო, გორგლა, არქოლი. ანსამბლები იმყოფებოდნენ გასტროლებზე ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქებში, რასაც დიდი მოწოდება ხვდა წილად. ჯერ სანამ კაფეების კითხვას დავიწყებთ, მე მინდა ბატონ ზვიათს მივმართო და ვთხოვო იამბოს მამაზე, როგორი მამა გახლდათ ჩემთვის ძია გრიშა, ის მამა ჩემი სიყრმის მეგობარი იყო, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ ღვთისმოწიკლაურსა და გრიშა აფციაურს და გაიხსენოს სახალისო მომენტები მათი ცხოვრებიდან. ორივე იუმორის მოყვარული ადამიანი იყო და ორივე არაჩვეულებრივი, უნაკლო პიროვნებები. კი, მართალია. მამაჩემზე მეუხერხულება ლაპარაკი, მაგრამ მაინც ახლა მარტო მე შემოვჭი მოყვები ცოტა რამეს ბიოგრაფიიდან. მამაჩემი გრიშა დაიბადა 1927 წელს სოფელ გორანაში. ეს გარეკახეთია ჩვენ. ბავშვობა გაატარა ძირითადად ობლობაში, რადგან 9 წლის იყო, 37 წელს რეპრესიებში მოაყოლეს მამამისი, დათიკო და დახვრიტეს კომუნისტებმა. და დარჩა წრეშვილი ოჯახი ობლად. ესაც გადმოცემით ვიცი. უფროსი შვილი მამაჩემი იყო და კაცის ტვირთიც მას დააწვა მხრებს. არანაკლები ტვირთი იყო ხალხის კრიშვილის სახელის ტარი. რასაც ხშირად აწყდებოდა. მაგალითად, გვიყვებოდა ხოლმე რა, არც მეჯერა, მაგრამ ფაქტია. რომ თუ როგორ არ მიყავდათ მაგალითად, როგორც რეპრესირებული ადამიანის შვილი პედაგოგებს ეშინოდა. პედაგოგებს როცა იყო სხვადასხვა რაიონებში, თქვათ, კულტურული ღონისძიებები, რაღაცა წრეები, შეხვედრები, რომ გარკვეულად ტოვებდნენ ამ ბავშვს, რომ თვითონაც რაღაც არ გარევულიყვნენ შაში. რომ ეხმარებოდნენ, თქვათ, ნიჭიერ ბავშვს, რომ თავი გამოიჩინა, თქვათ, გარკვეულ წრეები იქნებოდა, შეხვედრები იქნებოდა, ის ლექსი იქნებოდა თუ სიმღერა. ასე რომ ყველაფრისგან მოკლებული იყო და გარკვეულად მიდიოდა ეს ფსიქოლოგიური დაჩავრა მაგხრივ. მაგრამ ამის ყველაფრის მიუხედავად მაინც ხიარული, აი ცეკვა სიმღერის, ლექსის, პოეზიის მოყვარული აიზარდა. გარკვეულად უკვე დიდობაში სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ უკვე თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სწავლა განაგრძო მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში, რაღაც პროფესიას ეუფლებოდა. პარალელურად მუშაობდა მაუტკამბულის კომბინატში, რამაც დიდი მნიშვნელობა იქონია მის შემოქმედებით ცხოვრებაზე, რადგან აქ იყო ჩამოყალიბებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. მაშინ იმ პერიოდში ყველა საწარმოს ჰქონდა თავისი კულტურული განხრა. იყო აი არ არსებობდა ისეთი რამე საწარმო, გარკვეული რაღაცა ფაბრიკა, ქარხანა იქნებოდა თუ კულტურული დაწესებულება, რომ საკუთარი ანსამბლი არ ყოფილიყო. და აქ მოუწია სიმღერის გუნდში მიიწვიეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა აი წარმოუდგენელია მაშინ ეხლა რო თქვა, მაგრამ ესეთი ლეგენდარული ლოდბარი იყო სანდრო კავსაძე, დღევანდელი ერისიონის დამფუძნებელი და მათი მამა ითვლება დღეს. და ილია ზაქაიც, აი რომლებმაც სწორედ ასწავლეს უკვე სიმღერა. აი ერთია რომ გაქვს ნიჭი და მეორეა ის სწორედ რო გასწავლის პედაგოგიკო შეხვდება. და გაუღვივეს სიყვარული აი ხალხური სიმღერის და სწორედ სწავლების. და შეასწავლეს მართლაც უმაღლეს დონეზე, იმიტომ რომ მთელი ბავშვობა მახსოვს, რომ აი მაღალ დონეზე მღეროდა, არავის არ ჩამოუვარდებოდა და გარკვეულად მეორე ხმას ფლობდა იდეალურად. დაწოხშილების მერე მოუწია აი გარკვეულად თავის დანებება ამ პროფესიული საქმიანობისათვის, სიმღერისათვის. მაგრამ ერთგული დარჩა აი განსაკუთრებით გარეკახური სიმღერების აი სახში სუგესმოდა და აი ყოველდღე კონცერტებით ვიტარებდა გარკვეულ საღამოს თავის სიმღერით. აი მოწნევილიც კი ჰქონდა კიდე. მაგრამ თავი დაანება ერთია, მაგრამ აი ეს სიყვარული ხელოვნების აი ჩვენზე გადმოიტანდა შვილებს. გარკვეულად გვინდა არ გვინდოდა აი
გვაძალებდა რომ ან გვემღერა გვეხატა ან მუსიკაზე გვევლო მიუხედავად იმისა რომ სუფერბურთი მაინტერესებდა სულ რაღაც აი მაგრამ მაინც ძალით რო გატარებდი და მე მივხვდები რომ ეს შენი საქმეა და ამის შედეგი იყო რომ სამი შვილიდან სამივე მუსიკალური პროფესიული გზა ხელოვნებაში ავირჩიე და დამყავს დაამთავრა მუსიკალური არის პროფესიონალი მუსიკოსი უნიჭიერესინები აფციური ასევე ძმა ერთ-ერთი თბილისში საქართველოში ცნობილი მხატვარი დავით აფციური წარმატებული რამდენი ფილმის მხატვარია ასევე არის დავითი არის დაახლოებით 5-6 ფილმის ქართული ფილმების მხატვარი კინომხატვარია, ცალკე ფერმწერია, ცალკე გამოფენებია როგორც ევროპაში, ისე საქართველოში და გარკვეულად გამოჩენილი ადამიანია მაფხილდა. მეც კიდე გარკვეულად ქორეოგრაფი მოცეკვავე ამ საქმიდან გამომდინარე გარკვეული ჩემი პატარა-პატარა მიღწევებიც გვაქვს. ეს არის ისევ და ისევ შობლის დამსახურება, მშობლების დამსახურება და რა თვითონ ვთქვათ, გარკვეული მიზეზების გამო ვერ განავრცო ვერ განავითარა, იმიტომ რომ გარკვეულად ჩვენ გვაქცევდა ყურადღებას, აი ჩვენზე გადმოიტანა ეს სიყვარული და ყველაფერი გავიკეთა, რომ ამ სფეროში წარმატებული ყოფილიყავით და თუ რამე დამსახურება ჩვენი მხრიდან არის დიდი წილი მამიჩვენის მოკლედ. ეს აი მოკლედ რაც შეიძლება მეთქვა. გარკვეულად ცალკე აღსანიშნავია მისი აი თავი რომ დავანებოთ, რომ კარგად ღეროდა და შეგვიძლია ძალიან კარგად ცეკვავდა. მისი სიყვარული იყო აი პოეზიის მიმართ. აი დღესაც კი პოულობ ამდენი ხანია გარდაცვლილია და ნაწერებს რაღაც აღმოვაჩენთ სახში გარკვეულად როეულებს, სადაც აი ლექსების კრებულებია, რაღაცა ნაწარმოებებია პოეზიაში. ეხლა სულ ვცდილობ რომ შევკრიფო, ამოვარჩიო რაღაცა წიგნის დონეზე გამოვცეთ ამაში წლეილა დამეხმარება კიდე და რაღაცა მოვაგვარებთ მაგ საქმეს. აი მიგვიეს კიდევაც, აი ზეპირად იცოდა ვაჟა-ფშაველას, მიშა ხელაშვილის პოეზია და ჩვენ თიანეთში გაბნეული მელექსეების აი მარგალიტები. აი ბოლოს კითხულობდი უკვე დიდობაში წიგნად, ხოლო აი ბავშვობაში როცა არ იყო ეს გამოშვებული წიგნად, აი სახში მესმოდა ზეპის სიტყვიერ. ზეპის სიტყვიერ. მე ეს პერიოდი დაემთხვა კოტეშვილის კონცერტები, რაღაც მოყვა თათარაიძის შემოქმედებითი საღამოები, პლუს გადაიბარა ლეილა მშვენიერი გადაცემა ეს და აი ცოცხლობ და სუნთქავთ ამ კარგი ძველი მოგონებებით და ვიხსენებთ და ვფიქრობთ თუ რამდენი მარგალიტია გაბნეული და როგორ ამ ხალხის მეშვეობით როგორ გროვდება და ეცნობა ფართო საზოგადოებას. თვითონ იყო საქართველოზე შეყვარებული და ნიჭიერ ხალხზე შეყვარებული ადამიანი. იმ ხრივ რომ აი გარკვეულად აი ლექსებშიც კი ხატავდა მათ სინიჭიერეს და თავის სხარტი საბრეგზელოებში ლექსებად. აი კარგი სახშიც კი აი გარკვეულად ყოველი თუ ჩამოვიდოდნენ ჩვენთან გვესტუმრებოდნენ აი რაიონიდან ის მთის ნათესავები ახლობლები აი ეს პატარა კეიფის მერე უკვე იწყებოდა გარკვეულად აი რა ჩემთვის მაშინ უცხო იყო კაფეები აი არც გამეგონა თან ისეთი დონის კაფეები იყო რომ აი ქუჩაში ისე რომ აკადრო ვინმეს რაც იქ ერთმანეთს ეუბნებოდა შეიძლება რაღაც დიდი ჭხუბი მომხდარიყოდა იქ სასაცილოდაც არ ყოფილია და აი ერთობოდნენ აი გართობის მომენტი იყო ეგ გართობის მომენტი ასევე ლექსებად თვითონ ერთ-ერთი ცნობილი თამადა იყო და ეს თამადობა სუფრის წარმართვა მიყავდა ლექსად სიმღერად ფლობდა ჩანგურს სიმღერა არ ეშლებოდა და აი მასთან ჯდომა იყო ერთი აკადემია აი ერთი აკადემია ერთი დიდი კონცერტი აი ხალხური შემოქმედების ამიტომ აი არ არსებობდა ადამიანი რომ ჩვენთან მოსვლა და დარჩენა და კეიფი არ ყვარებოდა იმიტომ რომ იქ რაღაცა პატარა სპექტაკლი იმართებოდა
პატარა ხელოვნებასთან, ფოლკლორთან დაჯახება იყო, აი კაფეაობა იყო, აი ეს მთის სული ტრიალებდა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ვიყავით და აი ამ სიტუაციაში და აი მდგომარეობაში მისდევდით ეს ჩვენ შვილები მოხდეთ. ანდერძის კი დამიტოვა ლექსად, აი შთამომავლობას, აი რა დაიტოვა, აი ლექსი დამიტოვა. წუთი სოფელი ასია ვერ ვინ ამოსდო ლაგამი. სახელი დიდი განძია, ერისთვის ნაამაგარი. ქართული ენა ხატია, საქართველოა ტაძარი. სანთელ სარკმეულად იმოძღვრეთ, პაპათგან ნაანდერძალი. აი მეტი რაღა უნდა ეანდერძა ამ ადამიანს. ასე რომ აი რაღაცა მოკლე მიმოხილვა გავაკეთე მამიჩემის ცხოვრებიდან. და დიდი მადლობა რომ მომიჭვიეთ და გარკვეულად გახსენების მომენტი გააკეთა თალბატონმა. დიდი მადლობა. პატრიოტულ ტელემაყურებლებო, ახლა გვინდა შევოგთავაზოთ 2005 წლის ფოლკლორული რესპუბლიკური ფესტივალის ამონარიდი ვიდეო პატარა, რომელშიც მონაწილეობენ და გადაღებულნი არიან ღვთისო ციკლაური და გრიშა აფციაური. რამდენიმე წლის წინ კარგი მეგობარი დაქორწინდა, დაგვიანებდა. შალვა აფციაური. მე მოვიწადინე რომ მათთვის მინდენოსა ქორწი. უნდა დაუწერე ნილოჩი. შალვა აფციაურს. შურმინდა ლექსები ვწერო, მაგრამ მე ხმუზა სადარ. თისოვარ ჟიორჯიანკი ციფრის ხესავი დახსნა. ქორწილი ყველას ბახარეს, მეც ხო იქნები მაყარე. გულს უხარია რომ ხედავ პატარდატართა დამძარი. ის თავზე ძმაო გისურვებ დაგეწოს ვილიაყვანი, გოგო ბიჭებით გაგეწოს თქვენ ლამაზი სახლა. წვერის ანგელოს გლოცავდეთ გუმაცხო სამთო მაღალი ზეგარდის წმინდა გიორგი მართლმსაჯულია და მაყარში დამდგარი. გული დაგლოცავთ ნეჭიოთ კაცი ვარ ალამართა. შალვა გიქებენ სიდერსა მე კი ვერ დავხარ მართალი. დამხედა წელის კივი დეგემაწამოწამა. გავიმაცხები ხანდიხან აროთრას მიწებ და ხარ თუ მიწებ ჩიფწალდაიო ჩაიყარო შაქარი. მამა პაპათა წესია და ნუს გეღონება ძღაპას. ეს იმის და კიდე ცოტა კი მაშინებს უკან. და დამსეთ. საასულტატყმედილი კაცია და რაღაც მძახლებზე, თანაც ხაშველები, რაღაცები უკადრებია. ნადეღ ბეს მოწერებ ამის პასუხია. გემდურის აფციაური დედიზმას ბალღო კვიანო თიშო ჩიოჟიანტო სოფელში გადაწყვიანო რადგან მიმწარე შალვაი ბოტო დაგრეხილი ქიანო სულწენი როგორ ეტივა ალბათ ქალები გულიანო მაგის ხამ დაისვენო და გენაცვლე თავისიანო მოეშვი ჩემს ამ ძახლებზე თორემ ძირს მოგითხრიანო შემოგიჭერენ ბაწარსა დიდხანას დაგაცლიანო ამოყარსავენ უნვარსა ციმბირში გაგზავნიანო ჩამოგართვენ სხვადროხა სულძუსა დაგითვლიანო ეღარ გიშვილის პირიმზე შარფნელი ღალატიანო ძახლები თავისები ყავს დათოფეთ თვალებს ზბრიანო გამოგმა ფეხი არ დადგა სანამ არ არის გვიანო ხელით სათრევი გახდები ბეღურას მარაგიანო მუდამ იყავი ფრთხილა და გაღმა გამოგმა მტრიანო ვისაც კარგ სიდედრები ყავს თვითონაც გამოგვრიანო ვიშავარკასი ყოფილხა მადლობა შენსა გამდერსა მივიღე შენი წერილი ჯიბეში მალე სამდღესა ეს რა მამიხდავ ნანობდი რა დგავემაცხენ ძახლეს რაღა თქვენ მუქარა მინდა აბეჭავსა და შავყეს რა ძალიანად თქვენია რა დეფარები ძახლესა შენ დახარ გავეკეკები ბალღებ დააშენ თაჭერს და ტყუპი ბიჭები იქნება არ გადაარჩეს ორჯერ ტყუპების მამასა როგორ მიგეკა მაგდესა ბატარი იმათ მაგარ მის ვერაკეთებს ბავშვი ერვანო დაგისწავლია და გაიხედე სამდღესა ეს ხალხი ყველა ლოცულო სიმრავლე უნდა ქართლებში გიჩივლებ ილიასთანა ჩარჩულ დაგიდებს წარესა გადაგასახლებ ციმბიში თუ გაგიდიდი საფლებს თავი დავიწყებიათ მაგაფშეულ ბალნესა თუ კისად გეეწეოდით არ დაიმდობდით ხარებსა
რამდენჯერ გაგიცენება საყლებში ნეცაღამესა ხან ფანჯრიდან აჯრებოდი ხან გაგიძებდა ხაერს ყველამ თავისას მიხედებს პასუხი და ფალი თისო შიოჟიანთოს სიფათი დაკრავს ვაცისა ამოხედა ქორული არ გასაზრდელი კაცისა უშიშა უცვეთელი ხარ როგორც საჩოხე ყაჭისა არც სიბრალული ფსოვნია ტანჯული დედაკაცისა მაჰმადიანსა გევიხარ აჩაღად გამოვარდნილსა ეტავრა პირით შეხვდები ქვეყნა წმინდა ბასილსა ცხელ კუპში ამოგავლებენ გახსდილსა ხელებ გაშლილსა დაგამბენ კინი ჯაჭვთა მაგრა დახომენ მარგილსა ერაღაც ადამე კიდე კაცსა ობლობით გაზდილსა რას მაიგონებ ძველებსა მოდიდან გადავარდნილსა რას ერთი აქცეურებს რამდაგაგვანა ნადირსა ვიწროში შემოხვდებიან გაჭვენ წარეს ადილსა დახლებს ვერ დაგათოფვინებ გაგიქრობ გულის წადილსა ჩეჩნეთში გასახლებს თუ გაგაცილებს შანსა მერე იკვეხებ ვაკეთებ ბალღებსა ბალღებს მაგადავარცხნილსა არც ხაჩი მიგავალება ხარძლების მდევარ გარყვნილსა უნდა შემოგთავაზოთ ასევე გადაცემის მსვლელობისას ძია გრიშას და ძია ღვთისოს კაფეაობა, ცოცხალი კაფეაობა, რომელიც მე გადავიღე ჩვენი სოფლის სასოფლო კლუბში და ეს ისტორიას დარჩა. და მინდა შემოგთავაზოთ ფოტოკოლაჟი ამ ადამიანების რამდენიმე ეს ფოტო საქართველოს რესპუბლიკის ფოტორეპორტერმა თედო ნიკოლაიშვილმა გადაიღო. ფოტოკოლაჟში ნახავთ თქვენ წისქვილს, მდინარე გორანულის ნაპირზე წისქვილს, ძია ღვთისოს წისქვილს, რომელიც ამჟამად დუმს და აღარ ფუნქციონირებს. და იქ ნახავთ კარს, წისქვილის კარს, რომელზეც ძმაკაცმა კაფია რამდენჯერმე წაუწერა. გინახავთ ნახშირით წაწერილი კაფიები წისქვილის კარზე და აი ამ ფოტოკოლაჟში ნახავთ. ახლა შემოგთავაზებთ და წაგიკითხავთ მათ კაფეაობას, აი ამ ორი უძლიერესი სახალხო მთქმელის. ეს ორივე უყვარდა ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილს, ეს ორი სახალხო მთქმელი მეგობრობდნენ, უყვარდათ ქალბატონ ეთერთათარაიძეს და სულ მუდამ კითხულობდა და აკითხავდა და ეპატიჟებოდა ფესტივალებზე, ფოლკლორზე, უყვარდა ბატონ ამირან არაბულს და ყველა ფოლკლორისტს. ძალიან ძვირფასი ადამიანები ყავდნენ სამწუხაროდ დღეს ისინი აღარ არიან და ნათელი დაადგეთ. ახლა თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ კაფეაობის დროს ეს მთაში, მთიელებში ჩვეულებრივი წესია, არაფერი არ უნდა გეწყინოს. უნდა მოპაექრეს უთხრა უფრო ძლიერი რომ გააჩუმო, აბსოლუტურად არაფერი არ უნდა გეწყინოს. თუ რაღაცა კაფეაში ნათქვამი, ასე ზეპირად ლექსით ნათქვამი გეწყინა, ეს ნიშნავს, რომ შენ დამარცხდი კაფეაობაში და ამდენად აქ შევხვდებით ჩვენ მათ ხუმრობას, ერთმანეთს უძღვნიდნენ რაღაც დეთირამბებს, რაღაც ეპითეტებს, რაღაც მეტაფორებს და ეს ყველაფერი ლამაზია. ზვიადის მამა, ძია გრიშა, ახლა საპენსიო ასაკის რომ გახდა, დაბრუნდა მშობლიურ სოფელ გორანაში საცხოვრებლად. და მეტი რა უნდა მოლექსეს ღვთისო წიგლაურმა მაშინვე გამოალექსა. გრიშაი ჭკვაზე შამცდარა გაუკაფია ხილები, პაპის დარგული ბაღები, შაქარზე უფრო ტკბილები, რატომ არ ფიქრობ ძმობილო გაჯავდებიან შვილები, რაღაცას ჭამენ ზაფხულში რომ მოვლენ შვილიშვილები, ღირსი ხარ უნდა გაწამონ, გაზით დაგაძრონ კბილები. ძია გრიშამ დაიწყო ბაღის განახლება, ძველი ამოყარა ის ხეხილი და ახალს გავდა და ესეც კი გამოალექსა ღვთისო წიგლაურმა. გრიშაძე ეს არ გაუჭირდებოდა და მაშინვე პასუხი. ძველ საბჭრი ახალს ვაშენებ, რა დამიჯამყე შვილები, სადაც შენ საქმე არ არის, აი იქ რაც წაეჭქირები, ემაქ შენ უსიდისობას მალევე შაეწირები, ორ სიტყვას ვეწყვი სოლკასა, ასრულოს დანაპირები, წაგართვას მამის წისქვილი, წინაპართ ნაცოდვილები, ეს სოლკა ჩოხელი იყო მეზობელი კაცი და ღვთისო წიგლაურს მისი ღობის მიჯნასთან ჰქონდა აგებული ეს წისქვილი და იმას აყვედრის ძია გრიშა რომ წავართმევინებ სოლკას შენთვის წისქვილსო. ერთ დღეს გაწყვიტოს ვირთხები, შენ ხორბლით დაგვებილები, დარბიან ბრაგაბრუგითა ნალებით დაჭედილები, შახედავ გაცინებული დაგიგრეჭია კბილები, გიმზადებ სახჩობელასა, არც ახარ ასაცილები.
ეგრევე პასუხი ღვთისმოწიკლაურისაგან. გრიშავ, რა გინდა ჩემგანა, რა შარა დამეკიდები. წისქვილის ახლო მახლოსა არ მინდა დასხდნენ ჩიტები. გამინადგურეს საფქვავი, ჩემი კი არა სხვისები. წონაში მუდამ მაკლდება მე კი სირცხვილით ვიწვევი, მაგრამ ყველასთან მარცხვენენ შეუგნებელი ჩიტები. სუტკაში 5 კილოს ჭამენ ვირთაგვები და ჩიტები. ემაგათ მაყურებელი, მე რაღა გულით ვიქნები. გორენაში დაქორწინდა მათი მეზობელი შალვა. დიახთვის რომ გადაწყვიტა რომ კაფით მიელოცა დაქორწინება შალვასთვის და გაუგზავნა კაფია. სულ მინდა ლექსები ვწერო, მაგრამ ვაჰ მუზა სად არის? ღვთისო ვარ შიოჟიანთი წიფლის ხესავით გამხმარი, ქორწილი ყველას გვახარებს მეც ხომ ვიქნები მაყარი. გულს უხარიან რო გხედავ პატარ ძალთან ხარ დამჯდარი, წლის თავზე ძმაო გისურვებ დაგერწოს წყვილი აკვანი, გაგევსოს გოგო ბიჭებით შენი ლამაზი სახკარი, გულით გილოცავთ ნეფიონთ კაცი ვარ ალალ მართალი. შალიკო სიდედრს გიქებენ მე კი ვერ დავკარ მას თვალი, წელის ტკივილი დამჩემდა ეგებიცოდეს წამალი, წესია გავეხუმრებით თუ კი არ მიწყენს მძახალი, თიულფშავლების წესია არ ვისეგონოს ზღაპარი, თუ იწყენს ცივწყალდალიოს შიგ ჩაიყაროს შაქარი. საფრთხო თუ საბედნიეროდ ეს კაფია ძიაგრიშას ჩაუვარდა ხელში და რა თქმა უნდა ეგრევე აფრინა კაფია ღვთისოსთან. გემდურის აფციაური დედიძმად ბალღო ჭკვიანო, ღვთისუა შიოჟიანთო სოფელში კაცად გთვლიანო, რად გამიმწარე შალვაი ბოტო დაგრეხილ რქიანო, სულ წელი როგორ აქტივა ალბათ ქალები გღლიანო, ხანდის ხან დაისვენო და გენაცვლე თავისიანო, მოეშვი ჩემსა მძახლებსა თორემ ძირს მოგითხრიანო, შემოგიჭერენ ბაწარსა დიდხანს არ დაგაცდიანო, ჩამოგპარსავენ ულვასსა ციმბირში გაგზავნიანო, ჩამოგართმევენ სხვა ძოხას სულ ზუსტად დაგითვლიანო, ვეღარ გიშველის პირიმზე შარცხვენილ ღალატიანო, ძახლები თავისები ყავს დათოფე თვალებ ძმრიანო. ოხ და გრიშაძიამ ღვთისოს გაუგზავნა პასუხი. გრიშავ ვაშკაცი ყოფილყარ, მადლობა შენსა გამზრდელსა, მივიღე შენი წერილი ჯიბეში უმალე სამ დღესა, ეს რა მომიხდავ ნანობდი რად გავემასხლენ ძახლებსა, რაღა შენ მუქარა მინდა ამ ბეჭავსა და შავნელსა, რა ძალიან აქ წყენია რა სეფერები მძახლებსა, შენ ძახალს გავემასხლები ბალღებს დააჩენს თვალჭრელსა, ტყუპი ბიჭები იქნება არ გაადააცდენ ცხრათვესა, ორჯერ ტყუპების მამასა როგორ მიბედა უმაგდენსა, ბაწარს თავისებს მააკარ ვერაკეთებენ ბალღებსა, წენა რო დაგისწავლი აღა მიხედე საყდრებსა, დღეს ხალხი ყველა ლოცულობს სიმრავლე უნდა ქართველ კაცი ვარ ღმერთის მორწმუნე სალოცავში ვჭრი ქადებსა, ქაგრეხილ ჭედილებს უხოცავ ავანთებ წმინდა სანთელსა, ღმერთო მიმრავლე ქართველი მას ვეხვეწები ხადუმეცა, შენ კი დაკოდვას მიპირებ კაც გორანაში ნახებსა, თავის თავ დაგვიწყებია თქვენ აფციაურთ კაცებსა, თუ სადმე შამახდებოდით არასვენებდით ქალებსა, რამდენჯერ გაგითენებავ წაწლებში ბნელა ღამესა, ხალხაჯრებინას ძვრებოდი ხან კი გიღებდა კარებსა, ყველამ თავის თავს მიხედეთ ღვთისოს ნუ უჭყეთ თვალებსა. აი ასეთი კაფიებით ხუმრობდნენ და ელექსებოდნენ ერთმანეთს ეს ორი ძვირფასი ადამიანი. კიდევ გემეორებთ, კაფიაში არაფერი არ უნდა გეწყინოს, რაც გინდა გითხრას მოპაექრენ, უნდა ძლიერი პასუხი გაამზადო და ასე უპასუხო. ერთ ზაფხულს ჩვენთან გვალვა იყო და მოსავლიანობაზე ცხადია იმოქმედა. ეს გახდა საბაბი ღვთისმოწიკლაურმა ისევ რომ გამოალექსა გრიშა აფციაური. ღვთისო ვარ
შიოჟიანთი მუდამ დამღვრელი ოფლისა ჩემნაირი კაცი არ არის გამოსადეგი სოფლისა წყლის წისქვილ ჩავდგი ჭალაში რკინის კოდით და ხორბლითა დოლობებ კარგი დავაწყე დანატოვარი მშობლისა ორი გოდორი გავავსე ქერს სიმინდით და ხორბლითა მეზობლებს უმინდოდ უფქვავ არაყს მიზიდვენ ბოთლითა მასხარად მიგდებს გრიშაი უნდა დავუხდე თოფითა ავჭალით გამოქცეული ხუთექვს გოს დასდევს ჯოხითა ამ ზაფხულს 1 ჰექტარი მარტომ გათოხნა თოხითა ერთ მარცვალიც ვერ აიღო დავიწვი მის წოდვითა ერთი მეშოკი ვაჩუქე კარგა გავსილი ხორბლითა თუ კიდევ გამომალე გზა თავპირს დავამტვრევ ჯოხითა მაინც არ მოშლის ციგნობას მათ გვარში ასე მოდისა დაუდობლები არიან არ დაიმოყენ ნობილსა ო გაბრაზდა ძია გრიშა ეს როგორ მაკადრაო ეს როგორ მითხრაო და გავგზავნა ერთი სტროფია ისენც სხონდები ღვთისუა როგორც ეგ არის მართალი ორ თვალიანი ცოდუა ძაღლი მოგაკვდა ცალთვალი რა თქმა უნდა იმდენი იცინა თურმე ღვთისო ციკლაურმა სულს ვეღარ ითქვამდაო და იუკადრისა ახლა მაინც იუკადრისა და აღარაფერი მისწერა ძმობილს და რაკი ძიერიშამ პასუხი ვერ მიიღო ამ კაფიაზე ისევ თვითონ გააგრძელა კაფიაობა და გაუგზავნა სალამი ღვთისო ციკლაურს დედაკაცების მტარვალსა ეხლა კი ჩამოგვიბერდა ვეღარ დაათრევს შარვალსა ამას მოითმენდა ამაყი გუდამაყრელი და მისწერა უდროდ ჩამამაბერა მაგ შენმა მწარე ენამა ტანჯვა წამებით გაზრდილსა გვერდი მაქცია ყველამა ესეთა უშნო ბეჩავი რად გამაჩინა დედამა ამ რად მიწოდებ ძმობილო დედაკაცების მტარვალსა ქრივები გამამიგზავნე ჩემთან გამოხდნენ ჭალასა ისინი მოგიყვებიან თუ ვერ დავათრევ შარვალსა სასაული ენა ქონდა სასაული ერთხელ ძია გრიშა ძმობილის ანახავად წისქვილში წავიდა ღვთისო ციკლაური ხშირად იყო წისქვილში და სამი სოფლის მოსახლეობას ემსახურებოდა სიმინძს უთქვავდა ხორბალს უთქვავდა ახლა ცხადია წისქვილში რომ დაგიფქვავენ ხორბალსა და სიმინძს მინდი უნდა დატოვო და მივიდა და ნახა რომ დიდი ბოქლომით იყო დაკეტილი წისქვილის კარი გაბრაზდა გრიშაძია რომ არ დახვდა იქ ძმობილი და იმ კარზე ნახშირით წაუწერა ეს კაფია სამსახურს რადა ღალატო წისქვილს რადადებ გლიტესა 2-3 დღეა დაგეძებ 9 ჯერ გამოվել რიყესა სულ მთვრალი დაიარები კაცი ვერ გნახავს ფხიზელსა რამ დაგაფერა ნეტავი ჩვენ პარლამენტის სპიკერსა შენაც ემაგად გევიხარ ხალხს ხოცავ შეერტიტველსა დასთვრები ჟიპით აურით დილით აყოლებ კისელსა თვითონ კი კაი ჯანზე ხარ ვეღარ იბრუნებ ისერსა ღვთისოძია მითხოვს იმიტომ ვადებ კლიტესა მე როდის გეპატიჟები რადგან მოსდიხარ რიყესა მომდის როგორ ამნახავ ფხიზელსა ან რად სოფელი მადლობელი მყავს არ ვის უკლავში ეტიტველსა ან როდის ნახე ღვთისუა დილითა შვამდეს კისელსა პანტის არაყით დამთვალსა ისევ არაყი მიშველსა დამისხი დამალევინე მაღალი ღმერთი მწგიშველსა აუცარი და ყველა თავისი კაფია ღვთისով ზეპირად იცოდა აბსოლუტურად ყველა კაფია ამ კაფიამ გააბრაზა ძია გრიშა გააბრაზა ბჭყალებში ცხადია როგორ უხაროდა თამარ ერთმანეთთან ლექსობა და მეორე დღეს ასეთი პასუხი გაუგზავნა სიყრმის მეგობას ღვთისოა შიოჟიანთო ელფერი დაკრავს ვაცისა გამოხედვა გაქვს ქორული არ გასაზრდელი კაცისა ბევრცოდვა გაძევს კისერზე ორსული დედაკაცისა დედაკაცების ჯიშის ხარ არაფრად აგდებ მანდილსა არასჭრის ხვეწნა მუდარა გასწირავ ნამუსახილსა რამ დაგაფერა მონღოლსა აჩაღად გამოვარნილსა ქარგ ძლევსა შიშავ მაგითა გარასო გიგავ გათილსა გეყოფა ციკლაურებო ნუღარა ხმარობთ მახვილსა ვინ ნახა აფციაური ყვაზე არ იყოს თხელია სხვისა ქალგძლების მდევნელი
ხატებში მუხის მჭერელია ღვთისოძია უწევს ამას არც არა კაცი შენახარ მარტო ენა გაქვს გრძელია ერთ ცეცხლზე გასატყო რუშავი ხის დანით მოსაჭრელია ჩემნაირი კაცის დაცინვა არ არის მოსათმენია ამდენ ცილის წამებისთვის ციხე გეკუთვნის ბნელია უხერხულია მაგრამ ბოლო სტროფსაც წავიკითხავ რადგან მათია კაფია როდის მინახე ოხერო გარას მიგავდა გათლილსა შარვალში ვეღარ პოულობ ოხერტიალის შაქმილსა და სადაც ესენი ამ კაფიებს აიკითხავდნენ სიცილის ქუხილი დადგებოდა ხოლმე ღვთისმოწიკლაური მართალია მას ვეტერინარული არ ჰქონდა დამთავრებული მაგრამ შესანიშნავად ახლა სოფლის კვალობაზე კოდავდა ღორებს ეძახდნენ სამეზობლო მეზობელი სოფლებიდან ხალხი და ღორებს უკოდავდა სხვა შორის წარმატებით აი ღორი არც მომკვდა რა მისი დაკოდილი ხო და ეძახდა უწოდებდა ასე ძია გრიშა ტახებთან მებრძოლს ესეც ხუმრობით რა თქმა უნდა ერთმანეთის ხუმრობაზე სულ იცინოდნენ ორივე უსაყვარლესი ადამიანი იყო აი ისინი ყველას უნდა ცნობოდა და ამიტომ ხო გამოვიტანეთ დღეს მათი კაფიები რომ აი ეს ძვირფასი ადამიანები იცოდეს საქართველო იცნობდნენ ისინი მართალია ადგილობრივ დათვალიერების მონაწილენი იყვნენ რაიონული კონკურსების რეგიონული კონკურსების კი ფოლკლორული ფესტივალების ლაურეატები მაგრამ მაინც სხვა არის როდესაც ტელევიზიიდან გაისმება მათი სახუმარო კაფიები და გამოეცით მაშინ კი ხო ჩემი ფოლკლორული კრებულები შევიტანით მაშინ კაფიები პერიოდულ პრესაში ბეჭდავდი საქართველოს რესპუბლიკაში ჩემს ჟურნალ ქართველებში და რაიონულ ივრის განხიაჩით მუდამ ბეჭდავდით მათი კაფიები ბეჭდავდით მათ კაფიებს და ხო დაბესტილია ძალიან უხაროდათ და მე კიდე მიხაროდა ზვიადი აი იმათ რომ უხაროდათ და აი სიხარული გადაფენოდათ სახეზე მე ამით ვხარობდი კიდე და გრიშაძია მეც მომწერა კაფია და დამილოცა ნათლია ღვთისმოწიკლაური ხომ გითხარით ჩემი ნათლია იყო და ასეთი კაფია მომწერა ლეილას ჩემს ძმის სულს ნათლია ღვთისმოწ გიცოცხლოს ჯოხყავარ ჯენით მავალი უბსებს ოჯახის მიუჯეც წისქვილის შემოსავალი ექიმმა ვეტერინარმა მოგვისპო 4-ზე მავალი ტახებთან ბრძოლა შესწირა თავის თავგადასავალი ნიადაგ ნასწაული იქნება ანდრიაშთა მომავალი ანდრია მისი წინაპარი და ცოტა პესიმისტურ ნოტაზე მინდა გადავიდე ძია გრიშას ლექსი წავიკითხო შეზრდილნი ერთად ძმაკაცები მის მეგობრების სიკვდილამდე ასე როგორ ტიროდა ძია და აი ეს ლექსი აღმოათქმევინა აი ესეთი სიყრმის მეგობრის ერთად დაბერებული ლამის ხალხის განშორებამ და დღესაც მადლობას უთვლი ძია გრიშას სულს აი ამ ლექსის გულისთვის და წავიკითხავ როგორ განიცადა მან მამას გარდაცვალება ბრალია არჩემაშვილო შენზე სიკვდილის თარეში როგორ გაბედა ტიალმა მტრულად ჩახედვა თვალებში ნათელი გედგა უქრობი ბნელში უმთვარო ღამეში ლაღ იყავ ლუხუმივითა ირისპირეთის მხარეში სიმბოლო ვაჟკაცობისა ხმალი მტრევისთვის ნალესი გიყვარდა ძმობა უტეხი დაჩაგრულებთან ალერსი იმათი გულის მოგება გაზიარება მწარესი ყველასთვის იყავ მზესავით დიდებულის და მდარესი სამშობლოს მოსიყვარულე იმედი თავის მხარესი ჩამოსწოდა სოფელს დაეცა ერთი ნატეხი მთვარესი ჩამოყრანტალებს ყორანი მაუწყებელი ავისა თავს დასტრიალებს ტიალი სოფელი გაითავისა
ვეღარ აგშველენ ნაცმო მოსალოცავები ფშავისა ვაშკაცო გაუმეტებო დრო აღარ დაგრჩა დავისა ბევრი რამ გაყვა დარდა დაცოლ შვილის უნახავისა იმათი ცრემლად ჩამოღრა თალხად მოხვევა შავისა უიღბლოდ ზვასთან ჭიდილი პირქვე დამხობა ნავისა მალე წამოხვედ რევაზო როგორც ნასხლეთის ვავისა ნათელში იყავ მუდამ ბნელა არ ხარავდეს გამისა დღესაც მადლობას ადამიანი იყო და უგანათლებულესი ადამიანი იყო ჩვენ რაიონში წამლა სპეციალისტი იყო განათლების დღესაც მადლობას ვუძღვნი გრიშაძია სულს აი ამ ლექსის გამო მათ კაფეაობას მე კიდევ გამოვიტან სატელევიზიო გადაცემაში უამრავია არ იყო ერთი სატელევიზიო გადაცემა ტომებია ერთმანეთის გამოლექსების და ესეთი სახუმარო კაფეების და უფრო მეტს გაგაცნობთ ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა მე მინდა კიდევ ძალიან დიდი მადლობა ზვიად გადაგიხადოთ სტუმრობის ტელევიზიას მადლობა რომ ექცევა ყურადღება გარკვეულ ფოლკლორს და ამ მიმართულებით დიდი მადლობა ლეილას მე მინდა ბატონი ვახუშტის სულის წინაშეც პირნათელი ვიყო იმიტომ რომ ზუსტად მისი ფოლკლორული საღამოების სახელწოდების მიხედვით ჩვენ გადაცემასაც ლექსო არ დაიკარგები დავარქვით და მე ვეცდები რომ არც ერთი ლექსი არ დავკარგო და წარმოვაჩინო ღირებულები რა თქმა უნდა ღირებული ლექსები და ერთი ხალხური თქმაც არის ლექსო ჭკვიანად ითქმებიო ვერ გაგიგებენ უჭკონი ლექსო ჭკვიანად ითქმები ღმერთმა ქნას ყველას უყვარდეს ქართული ფოლკლორი ქართული ზეპირსიტყვიერება მარადიული იყოს ის გამოუჩნდეს უამრავი პატრონი თითოეული მოლექსის მოგაფიავის შემოქმედებას და მუდამ ისინი დღის სინათლეზე იყვნენ ასე რომ ჩემოგვიყვარს ტელემაყურებლებო დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ პირადად ლექსით ცოცხლობ და მინდა რომ თქვენ